გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას ამ ვიდეოში გასწავლით როგორ შეიძლება ავაჩქაროთ Samsung-ის და Redmi-ის smartphone-ები. მოდი დავიწყოთ Samsung-ით, Redmi დროებით გადავდოთ და გაჩვენებთ Redmi-ზეც როგორ ხდება. კარგი, პირველ რიგში უნდა გადავიდეთ პარამეტრებში, Samsung-ის შემთხვევაში, უნდა ჩამოვიდეთ ქვემოთ და ავირჩიოთ ტელეფონის შესახებ. შემდეგ ავირჩიოთ პროგრამის ინფორმაცია და აქ მოვზემნოთ ჩაშენების რაოდენობა და დავაჭიროთ მასზე 8 ჯერ. ამის შემდეგ გავააქტიურებთ დეველოპერის რეჟიმებს, გამოვიდეთ უკან, ჩამოვიდეთ ქვემოთ და გაჩნდება დეველოპერის ოფციები. გადავიდეთ მასში, ჩამოვიდეთ ქვემოთ და მოვზემნოთ ჟურნალიზაციის ბუფერის ზომები. აქ დავაყენოთ მაქსიმუმზე, ამ შემთხვევაში აქ არის 8, მაგრამ თქვენთან შეიძლება იყოს 16, ასე რომ აირჩიეთ მაქსიმუმი. შემდეგ ჩამოდით ქვემოთ და მოძებნეთ ფანჯარა მასშტაბი, გადასვლის მასშტაბი და ანიმაციების ხანგრძლივობის მასშტაბი. აქ უკვე აირჩევთ სასრულს, მაგალითად მე ავირჩევ ანიმაციის გამორთვაზე დავაყენებ სამივეს, შეგიძლიათ აირჩიოთ 5x, ანუ მეორე, მაგრამ მე ავირჩევ ანიმაციის გამორთვაზე სამივე გრაფას, აი ესე. აქაც ანიმაციის გამორთვაზე დავაყენებ, ჩამოვიდეთ ქვემოთ ამის შემდეგ და გავააქტიურებთ 4x MSA. ამის შემდეგ თავად ნახავთ შედეგს, თუ რამდენად დასწრაფდება თქვენი ტელეფონი ანიმაციის გამორთვის შემთხვევაში. კარგი, ახლა გადავიდეთ Redmi-ზე. Redmi-ზეც პრინციპი იგივეა, უბრალოდ ცოტა სხვანაირად არის აქ. გავხსნათ რაც დაბლოგი ტელეფონზე გვაქვს. გადავიდეთ პარამეტრებში. პარამეტრების არჩევის შემდეგ გავირჩიოთ ტელეფონის შესახებ. შემდეგ აქ იქნება MIUI ვერსია ან OS ვერსია, დააჭირეთ მასზე 8 ჯერ, რის შედეგადაც გააქტიურებთ აქაც დეველოპერის ოფციებს. გამოვიდეთ უკან, ჩამოვიდეთ ქვემოთ და ავირჩიოთ დამატებითი პარამეტრები, აქ უნდა იყოს. აი აქ არის და აქ მოვზემნოთ დეველოპერის პარამეტრები, აი აქ არის. აქაც ანალოგიურად მოვზემნოთ ჟურნალიზაციის ბუფერის ზომები. აი აქ უნდა იყოს ქვემოთ, მოვზემნოთ, აი აქ არის. და აქაც დავაყენოთ მაქსიმუმზე, ამ შემთხვევაში აქაც 8 არის მაქსიმუმი. ისევ ქვემოთ ჩამოვიდეთ და მოვზემნოთ ფანჯარა მასშტაბი, გადასვლის მასშტაბი და ანიმაციების ხანგრძლივობის მასშტაბი, როგორც Samsung-ზე დავაყენეთ. აქაც ავირჩიო მაგალითად ანიმაციის გამორთვას. ანუ პირველივეს დავაყენებ მე. შეგიძლიათ 5x დააყენოთ, როგორც აქ არის დაყენებული. და შემდეგ ბოლოსში ჩამოხვალთ და დააყენებთ 4x MSA-ს. ამ ფუნქციების დაყენების შემდეგ შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი, რამდენად სწრაფი იქნება და დაწერეთ კომენტარებში, თუ რამდენად მოგეწონა თქვენი ტელეფონის სისწრაფე პირველ ნდელთან შედარებით. სულაც იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ძალისხილაკი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები.